მთელ მსოფლიოში არსებობს რაღაცები, რომლებიც უბრალოდ ძვირი ან იშვიათი არ არის. არის კიდე რაღაცები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საშიში ან ძალიან წმინდა. ამიტომ თითქმის შეუძლებელია, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა მათთან მიახლოება შეძლონ. ზოგიერთი მათგანი დაცულია უსაფრთხოების თანამშრომლებით და მაღალ ტექნოლოგიური სენსორებით. ზოგიერთი მათგანი კი მთლიანად მთავრობისა და სამხედრო ძალების მიერ არის დაცული. თავარი კითხვა აქ არის, ნეტავ რა არის ეს ყველაფერი? ამ ვიდეოში კი განვიხილავთ იმ საგნებს, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით არის დაცული ადამიანების მიერ. მას დავიწყოთ. ნომერი 1 მექას შავი ქვა. ისლამის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილის შუაგულში მდებარეობს პატარა, მაგრამ ძალზე წმინდა ქვა, რომელსაც მილიონობით ადამიანი დიდი ხანია სტუმრობს. ეს არის შავი ქვა, რომელიც ცნობილია როგორც ალ-ჰაჯარ ალ-ასვად. ის მდებარეობს კააბას კუთხეში, მასჯიდ ალ-ჰარამში, ისლამის ყველაზე წმინდა მეჩეთში. თავად ქვა დიდი არ არის. მისი სიგანე დაახლოებით 12 დუიმია, მას მუქი ფერი აქვს და ვერცხლისფერი ჩარჩოთია შემოსაზღვრული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ობიექტია მთელ მსოფლიოში. ისლამური ტრადიციის მიხედვით ქვა თითქოს ციდან ჩამოვიდა. არსებობს რწმენაც, რომ ადრე ეს ქვა თეთრი იყო, მაგრამ ადამიანის ცოდვების გამო გაშავდა. ბევრი მუსლიმი ასევე მიიჩნევს, რომ თავად წინასწარმეტყველი მუჰამედი იყო ის, ვინც ეს ქვა კააბაში მოათავსა, როდესაც სტრუქტურა ხელახლა აიგო მე-7 საუკუნის დასაწყისში. ყოველ ჰაჯის მოლოცვაზე მილიონობით მუსლიმი სხვადასხვა ქვეყნიდან მიემგზავრება მექაში და მოლოცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კააბის გარშემო ბრუნვაა. ამიტომაც ბევრი მომლოცველი ცდილობს შეეხოს ან აკოცოს შავ ქვას ბრუნვისას. და რადგან ყოველ წელს ამ ადგილას ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი მიდის, ადგილზე უსაფრთხოება ძალიან მკაცრია. საერთაშორისო მედიის, როგორიცაა BBC და ალ-ჯაზირა, ცნობით საუდის არაბეთის ჰაჯის უსაფრთხოების ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ათასობით პოლიციელი, სამხედრო პერსონალი, სათვალთვალო სისტემები, დრონები და ბრბოს კონტროლის ჯგუფები არიან განლაგებული იმისათვის, რომ მომლოცველები უსაფრთხოდ იყვნენ და ადგილი დაცული იყოს. მისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში შავი ქვა რამდენჯერმე დაზიანდა და რამდენიმე ნაწილი დაკარგა. მე-10 საუკუნეში ისტორიული ჩანაწერების მიხედვით ექსტრემისტულმა ჯგუფმა ის მოიპარა და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, სანამ მექაში დააბრუნებდნენ. იმ დაზიანებების გამო, რაც მაშინ მოხდა, ქვივა ახლა შედგება რამდენიმე ფრაგმენტისგან, რომლებიც ერთმანეთზეა მიგრული და ვერცხლის ჩარჩოშია მოთავსებული. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ხედავს მას, ის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაცულ რელიგიურ ობიექტად პლანეტაზე. რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს უბრალოდ ქვა არ არის. ეს რწმენის, ისტორიისა და ნატოს იდენტობის ნაწილია. ეს მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილია. ნომერი 2. Hope is brilliant. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ ლამაზი ლურჯი ბრილიანტია. მაგრამ Hope is brilliant ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე საკამათო ძვირფასი ქვაა მთელ მსოფლიოში. მისი ზომა დაახლოებით 85.5 კარატია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლურჯი ბრილიანტია, რომელიც ისტორიაში აღმოუჩენიათ. დღეს ის გამოფენილია სმითსონის ეროვნული ბუნების ისტორიის მუზეუმში, ვაშინგტონში, სადაც მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად მიდის, რათა პირადად იხილოს იგი. მაგრამ ბრილიანტის სილამაზე ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ის გახდა ცნობილი. 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გავრცელდა ამბავი, რომ მას თითქოს და უბედურება ან წყევლა მოაქვს. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ბრილიანტი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს მე-13 საუკუნეში, სანამ ის საფრანგეთში მოხდებოდა. შემდეგში ის გახდა ფრანგული სამეფოს სამკაულების ნაწილი და ეკუთვნოდა საფრანგეთის სამეფო ოჯახს. 1792 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს ბრილიანტი მოიპარეს და მრავალი წლის განმავლობაში დაკარგული იყო, სანამ კვლავ გამოჩნდებოდა ევროპაში შეცვლილი ერით, რადგან ის უფრო პატარა ზომაზე გადააკეთეს. იქიდან დაიწყო ლეგენდები მისი წყევლის შესახებ. ამბობენ, რომ ზოგიერთი ყოფილი მფლობელი გაკოტრდა, სიცოცხლე დაკარგა ან მძიმე ტრაგედიები გადაიტანა. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები მფლობელები არიან მეფე ლუი მე-16 და მარი ანტუანეტა საფრანგეთიდან, რომლებიც ორივე რევოლუციის დროს თავი მოკვეთეს. მაგრამ ბევრი ისტორიკოსის თქმით, წევლის შესახებ ამბების დიდი ნაწილი გაზვიადებული იყო მედიისა და იმ დროის ძვირფასი ქვების მოვაჭრეების მიერ, რათა ბრილიანტი კიდევ უფრო პოპულარული გამხდარიყო. თუმცა დღემდე ბევრ ადამიანს მისი საიდუმლო იზიდავს. 1958 წელს იუველირმა ჰარი უინსტონმა ბრილიანტი სმითსონის მუზეუმს გადასცა. საოცარია, რომ ის ამერიკაში ჩვეულებრივი საფოსტო მომსახურებით უბრალო ყავისფერ შეფუთვაში გაგზავნეს. ეხლა კი მისი დაცვა სრულიად სხვა დონეზეა. ის მოთავსებულია სქელ ტყვია-გაუმტარ მინის შიგნით. დამონტაჟებულია მოძრაობის სენსორებები, კამერები და შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები, რომლებიც მთელი დღე დარაჯობენ მას.
მის გარშემო განათება და ტემპერატურაც კონტროლდება, რომ ბრილიანტის მდგომარეობა შენარჩუნდეს. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თვისება სწორედ ეს არის. როცა ულტრაისფერი შუქი მოხდება, ის უცებ გამოყოფს მკვეთრ წითელ ნათებას. ლურჯი ბრილიანტი, რომელიც სიბნელეში წითლად ანათებს. და ბევრი ვიზიტორისთვის სწორედ ეს ხდის მას კიდევ უფრო მისტიკურს. ნომერი 3. ბირთვული ჩემოდანი. არსებობს ერთი ჩანთა მსოფლიოში, რომელიც არასდროს შეიძლება დატოვო. ის სავსე არ არის ფულით, ოქროთი ან რომელიმე კომპანიის საიდუმლო დოკუმენტებით. მის შიგნით არის რაღაც, რაც ბირთვული ომის დაწყებას შეუძლია. ეს არის ამერიკის პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული ბირთვული ჩემოდანი. ოფიციალურად მას პრეზიდენტის საგანგებო ჩანთას უწოდებენ. ეს არის მძიმე ტყავის ჩანთა, რომელსაც ყოველთვის ატარებს სამხედრო ოფიცერი, რომელიც თითქმის არასდროს შორდება შეერთებული შტატების პრეზიდენტს. თუნდაც თეთრ სახში იყოს, თვითმფრინავში, შეხვედრაზე, სახელმწიფო ვახშამზე, ან თუნდაც პრეზიდენტის შვებულებაში იყოს, ჩანთა ყოველთვის იქ არის. CNN-ის და BBC-ის ცნობებით, სპეციალურად დანიშნული სამხედრო თანაშემწეები არიან პასუხისგებელი მის დარებაზე. ისინი გადიან ძალიან მკაცრ შემოწმებებს, ფსიქოლოგიურ შეფასებებს და რთულ უსაფრთხოების ნებართვის პროცესს, სანამ შეარჩევენ. ამას ჩვეულებრივი ჯარისკაცი არ ატარებს. ისინი სპეციალურად არიან მომზადებულები, რომ ნებისმიერ დროს მზად იყვნენ, რადგან თუ ამერიკაზე ბირთვული თავდასხმა განხორციელდება, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ რამდენიმე წუთი ექნება. და აქ იკვეთება ნუკლერული ფუტბოლის მნიშვნელობა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მის შიგნით პირდაპირ წითელი ღილაკია, რომელიც მაშინვე უშვებს ბირთვულ რაკეტებს. მაგრამ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების და საჯარო ანგარიშების მიხედვით, პროცესი ასე მარტივი არ არის. სავარაუდო ჩანთა შეიცავს საკომუნიკაციო მოწყობილობებს, აუთენტიფიკაციის კოდებს, საგანგებო ჩანაწერებს, პროცედურებს და წინასწარ დაგეგმილ სამხედრო რეაგირების ვარიანტებს. მარტივი ახსნით, ეს არის პრეზიდენტის მობილური საკომანდო სისტემა ბირთვული საგანგებო მდგომარეობის დროს. საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია გლია გასცეს ბრძანება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. თუნდაც თვითმფრინავში იყოს, თუნდაც მიწისქვეშა ბუნკერში, თუნდაც გზავრობისას. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს ღამით სეიფში არ ინახება. ეს თითქმის ყოველთვის პრეზიდენტის ახლოს უნდა იყოს. რადგან ამერიკის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ნებისმიერი ბირთვული საფრთხე ნებისმიერ შეიძლება მოხდეს. და ასეთ სიტუაციაში საკმარისი არ არის კიდევ რამდენიმე საათის ლოდინი. ამიტომ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯონ ფ კენედის დროიდან 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ეს ამერიკის საპრეზიდენტო უსაფრთხოების სისტემის მუდმივ ნაწილად იქცა. კუბის სარაკეტო კრიზისი იყო ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მომენტი. როდესაც შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი თითქმის ბირთვულ ომამდე მივიდნენ, მაშინ ამერიკის მთავრობამ გააცნობიერა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება ნებისმიერი ადგილიდან სწრაფად გასცეს ბრძანება. და დღემდე სამხედრო თანაშემწეები ყოველდღიურად ატარებენ იმ ჩანთას. გარედან ის ჩვეულებრივ ჩანთას გავს, მაგრამ მის შიგნით არის სისტემები და პროცედურები, რომლებიც რამდენიმე წუთში შეიძლება მთელ მსოფლიოს შეეხოს. ნომერი 4. კოკა-კოლას რეცეპტი. მსოფლიოში უამრავი საიდუმლოა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არ ეხება სამხედროებს, ჯაშუშებს ან სამთავრობო იარაღებს. ეს არის გაზიანი სასმელის რეცეპტი. მაგრამ კოკა-კოლას კომპანიის თქმით, კოკა-კოლას ფორმულა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული სავაჭრო საიდუმლოა ბიზნესის სამყაროს ისტორიაში. ეს თემა უკვე 100 წელზე მეტია განიხილება და დღემდე ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ნამდვილად აქვს ზუსტი ფორმულა ცნობილი. ატლანტა, ჯორჯიაში, World of Coca-Cola-ში არის სპეციალური სეიფი, სადაც ამბობენ, რომ ინახება კოკა-კოლას ორიგინალი რეცეპტის დოკუმენტები. როცა სეიფს ნახავ, ის გავს სცენას მაღალი დონის მძაფრ სიუჟეტიანი ფილმიდან. სქელი პოლადის კარი, მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების სისტემები, კონტროლირებადი ცდომის ზონები და 24 საათიანი ვიდეო თვალთვალი. მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, რომ ისინი მხოლოდ რეცეპტს არ იცავენ. ისინი იცავენ საიდუმლოსაც. ბევრი ათწლეულის განმავლობაში კოკა-კოლას მარკეტინგის ნაწილი იყო იდეა, რომ ეს საიდუმლო რეცეპტია, რომლის გაგებაც თითქმის შეუძლებელია. არსებობს ძველი ამბავი, რომ მხოლოდ ორ ხელმძღვანელს იცის მთელი რეცეპტი ერთდროულად და ამბობენ, რომ მათ არ აძლევენ უფლებას იმგზავრონ ერთსა და იმავე თვითმფრინავში. მაგრამ ბევრი ბიზნეს ანალიტიკოსის თქმით, ეს შესაძლოა უბრალოდ კორპორატიული მითის ნაწილი იყოს, რათა ბრენდის იმიჯი კიდევ უფრო გაძლიერდეს. რეალურად კი, როგორც ზოგიერთი კვების ქიმიკოსი და ინდუსტრიის ექსპერტი ამბობს, შესაძლებელია ინგრედიენტების ანალიზი თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიების გამოყენებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, საიდუმლოს მნიშვნელობა მაინც არ ქრება. რადგან კოკა-კოლასთვის პროდუქტის წარმატების დიდი ნაწილი სწორედ მის უკან დგომ ისტორიაშია. ის გრძნობა, რომ არსებობს საიდუმლო, რომელიც ყველასთვის
უცნობია და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც დღემდე ძალიან მკაცრია უსაფრთხოება რეცეპტის საცავის გარშემო. ეს მხოლოდ ფორმულის დასაცავად კი არ ხდება, არამედ იმისთვისაც, რომ ცოცხალი დარჩეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესის ლეგენდა თანამედროვე ეპოქაში. ნომერი 5. ტუტანხამონის ნიღაბი. ყველა იმ საგანძურს შორის, რაც ძველი ეგვიპტიდან აღმოაჩინეს, არის ერთი რამ, რომელსაც თითქმის მაშინვე იცნობს ნებისმიერი. ისიც კი ის ადამიანიც კი, ვისაც ისტორია არ უყვარს. ეს არის ოქროს სახე ახალგაზრდა მეფის. ეს არის ფარაონ ტუტანხამონის სამარხის ნიღაბი. ბევრი ისტორიკოსისა და არქეოლოგისთვის ეს უბრალოდ უძველესი არტეფაქტი არ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო მთელი ეგვიპტური ცივილიზაციისთვის. ნიღაბი დამზადებულია დაახლოებით 11 კილოგრამის სუფთა ოქროსგან და დაფორმებულია ძვირფასი ქვებით, როგორიცაა ლაპის ლაზული, ოფსიდიანი, ფირუზი და სხვა ფერადი მასალები, რაც მას განსაკუთრებულ დეტალებს ანიჭებს. მაგრამ რაც უფრო გასაოცარია, მისი ასაკი 3000 წელზე მეტია. იგი აღმოაჩინა 1925 წელს ჰოვარდ კარტერის ექსპედიციამ მეფეთა ველზე, ეგვიპტეში. ის პირდაპირ ტუტანხამონის მუმიაზე იყო მოთავსებული მის სამარხში და მას შემდეგ რაც იგი აღმოაჩინეს, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური აღმოჩენა თანამედროვე ისტორიაში. ტუტანხამონი თავად გახდა ფარაონი, ჯერ კიდევ ბავშვობაში და მიიჩნევა, რომ გარდაიცვალა მოზარდობის ასაკში. თუმცა ის არ ყოფილა ეგვიპტის ყველაზე მნიშვნელოვანი მმართველი იმ დროს. ტუტანხამონი ძალიან ცნობილი გახდა, რადგან მისი სამარხი ყველაზე ცნობილია. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე სამარხთაგანი, რომელიც თითქმის ხელუხლებლად აღმოაჩინეს და საგანძურის მაძიებლებს თითქმის არ გაუძარცვათ. და იქ ნაპოვნი ყველა საგანძურიდან ოქროს ნიღაბი გახდა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრი. დღეს ის გამოფენილია დიდ ეგვიპტურ მუზეუმში გიზას პირამიდებთან ახლოს. ეგვიპტის მთავრობის ოფიციალური პირების თქმით, მუზეუმი სპეციალურად აშენდა იმისთვის, რომ ეგვიპტის უძველესი საგანძური დაცული და სათანადოდ გამოფენილი იყოს. განსაკუთრებით ტუტანხამონის კოლექცია. ნიღბის გარშემო უსაფრთხოება ძალიან მკაცრია. ის მოთავსებულია კლიმატ-კონტროლირებად და ტყვია გაუმტარ მინის ვიტრინაში. ასევე კონტროლდება განათება, ტენიანობა და ტემპერატურა, რათა ათასობით წლის არტეფაქტი არ დაზიანდეს. გალერეაში ვიზიტორთა ნაკადით შეზღუდულია, რათა ნიღბის გარშემო ადამიანების სიჭარბემ საფრთხე არ შექმნას. და როგორც Reuters-ისა და BBC-ის ანგარიშებშია ნათქვამი, ეგვიპტის პოზიცია მკაფიოა. ისინი აღარ აპირებენ ნიღბის სხვა ქვეყნებში გატანას, მას შემდეგ რაც წარსულში რამდენიმე სკანდალი მოხდა. ეს ეხება ეგვიპტური არტეფაქტების საერთაშორისო გამოფენებზე გატანას. ეგვიპტისთვის ეს მხოლოდ ოქროს ნაჭერი არ არის, ეს მათი ისტორიის სახეა. ეს თავად უძველესი ეგვიპტის სახეა. ნომერი 6. ტურინის სუდარა. იტალიაში არის ერთი ძველი ქსოვილი, რომელსაც დღემდე განიხილავენ მეცნიერები, ისტორიკოსები და რელიგიური ექსპერტები. ზოგისთვის ეს ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა რელიკვიაა. სხვა ადამიანებისთვის კი შესაძლებელია, რომ ეს უბრალოდ შუა საუკუნეებში იყოს შექმნილი. ამას ტურინის სუდარა ეწოდება. ეს გრძელი თეთრეულის ქსოვილია, რომელზეც სუსტად ჩანს ერთი კაცის გამოსახულება, რომელსაც აქვს ჭყილობები, რომლებიც ჯვარცმის შედეგად მიყენებულ დაზიანებებს გავს. ასევე გამოსახულებაზე ჩანს ნიშნები, რომლებიც ექლის გურგუნისგან მიყენებულ ჭყილობებს გავს. ამიტომაც ბევრი ქრისტიანი თვლის, რომ ეს არის იესო ქრისტეს დასაფლავების ტილო ჯვარცმის შემდეგ. თუმცა დღემდე საბოლოო პასუხი არ არსებობს, ნამდვილია ეს თუ არა. ტილო ინახება წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ტურინში, იტალია და ვატიკანის მეურვეობაშია. მისი უსაფრთხოება ძალიან მკაცრია. იგი მოთავსებულია სპეციალურ დალუქულ ყუთში, სადაც ტემპერატურა კონტროლდება და დაცულია ცეცხლისგან, ტენიანობისა და დაბინძურებისგან. მისი კონტეინერი ტყვია გაუმტარიც არის და ხშირად იგი საჯაროდ არ გამოიფინება. არის შემთხვევები, როცა 10 წლეულები გადის, სანამ იგი კვლავ გამოიტანონ, რომ პილიგრიმებმა და სტუმრებმა იხილონ. ერთი მიზეზი, რატომაც ეს ასე მნიშვნელოვანია, არის იდუმალი გამოსახულება ქსოვილზე. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, ეს უბრალო ნახატი არ არის, არც ჩვეულებრივი საღებავი. წლების განმავლობაში სხვადასხვა მეცნიერი ცდილობდა შეესწავლა, როგორ წარმოიქმნა ეს გამოსახულება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს ყველასთვის მისაღები ნათელი პასუხი. 1998 წელს სამმა ლაბორატორიამ ჩაატარა რადიოკარბონული დათარიღების ტესტი. შედეგების მიხედვით ქსოვილი შესაძლოა შუა საუკუნეებში, 13 და 14 საუკუნეებს შორის იყოს დამზადებული. ამიტომ ბევრი სკეპტიკოსი ამტკიცებდა, რომ ეს იესო ქრისტეს დროიდან არ არის. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი არ დაეთანხმა ამ დასკვნებს და განაცხადეს, რომ შესაძლებელია გამოკვლეული ნიმუში მხოლოდ იმ ქსოვილის ნაწილისგან იყოს აღებული, რომელიც მოგვიანებით შეკეთდა დაზიანების შემდეგ. დღემდე დებატები კვლავ გრძელდება. ამბავი კიდევ უფრო გართულდა, რადგან ეს ქსოვილი რამდენჯერმე თითქმის დაიწვა ხანძრის დროს. 16 საუკუნეში დიდი ხანძარი მოხდა, რომელმაც ქსოვილზე დამთრობები და ხვრელები დატოვა, რომლებიც დღემდე ჩანს.
ამის შემდეგ მისი დაცვა კიდევ უფრო გაამკაცრეს. 1987 წელს კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა სამლოცველოში, სადაც იგი ინახებოდა. იმ დროის ცნობების მიხედვით, ერთ მეხანძრეს კუალდით მოუწია სქელი დამცავი მინის გატეხვა, რათა რელიკვია ცეცხლს სრულად არ დაეფარა და დროულად გადაერჩინა. ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერეს ხანძარსაც წინააღმდეგოდა უსაფრთხოების სისტემების სუდარის გარშემა. და დღემდე ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე სადავო რელიგიურ არტეფაქტად მთელ მსოფლიოში. რადგან მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, ზოგიერთი საიდუმლო ჯერ კიდევ ბოლომდე აუხსნელი რჩება. ნომერი 7 ინგლისის სამეფო ძვირფასეულობა ლონდონის ერთ-ერთ ძველ ციხე-სიმაგრეში ინახება, ძვირფასეულობისა და სამეფო საგანძურის კოლექცია, რომელსაც ისე იცავენ როგორც სამხედრო ბაზას. ეს არის გაერთიანებული სამეფო ძვირფასეულობა. ეს ძვირფასეულობა ინახება ლონდონის კოშკში, უძველეს ციხე-სიმაგრეში, რომელიც უკვე 900 წელზე მეტია ინგლისის ისტორიის ნაწილია. დიდი ხნის განმავლობაში ეს ადგილი იყო სასახლე, ციხე, სიკვდილი დასჯის ადგილი და სამხედრო ციხე-სიმაგრე. მაგრამ დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სამეფო საგანძურისთვის მთელ მსოფლიოში. სამეფო სამკაულების კოლექციაში შედის გვირგვინები, מחვილები, სკიპტრები და სხვა ცერემონიული ნივთები, რომლებიც გამოიყენება ბრიტანეთის მეფის ან დედოფლის კორონაციის დროს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არის ბრიტანეთის მონარქიის ძალაუფლების სიმბოლოები. და BBC-სა და Reuters-ის ცნობებით, მთელი კოლექციის სავარაუდო ღირებულება მილიარდობით ფუნტს შეადგენს. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კოლექციისა არის იმპერიული სახელმწიფო გვირგვინი. ის სავსეა ძვირფასი ქვით, ათასობით ბრილიანტით, ზურმუხტით, საფირონით, მარგალიტით და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ძვირფასი ქვებიდან რამდენიმეთი. აქ შედის კულინანის 2 ბრილიანტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამუშავებული ბრილიანტია და ბრიტანეთის გვირგვინის საკუთრებას წარმოადგენს. ხოლო უფრო დიდი კულინანის 2 ბრილიანტი კი მონარქის სკეპტრზეა დამაგრებული. ეს ქვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამჭვირვალე ბრილიანტია, რომელიც ოდესმე დამუშავებულა ისტორიაში. იმის გამო, რომ ისინი ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი არიან, ლონდონის კოშკში უსაფრთხოება უკიდურესად მკაცრია. არსებობს სქელი ფოლადის კარები, ბომბგამძლე კედლები, თანამედროვე სიგნალიზაციის სისტემები და ტყვია-გამძლე გამოფენის ვიტრინები. მაგრამ საინტერესოა ის, რომ აქ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგია არ იცავს ყველაფერს. ასევე არიან ცნობილი მცველები, რომლებსაც იომენ უორდერებს, უფრო ხშირად კი ბიპიტერებს უწოდებენ. ესენი არიან მცველები, რომლებსაც ტურისტები ხშირად ხედავენ წითელ და შავ უნიფორმაში. მაგრამ ისინი მხოლოდ ცერემონიული მცველები არ არიან. მათგან უმეტესობა ბრიტანეთის სამხედრო ძალების ყოფილი უფროსი წევრები არიან, რომლებსაც დიდი ხნის სამსახური აქვს გავლილი, სანამ თავერის მცველებად აირჩევდნენ. და რადგან გვირგვინის ძვირფასეულობას ასეთი ხანგრძლივი ისტორია აქვს, რამდენჯერმე სცადეს მისი მოპარვა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა 17 საუკუნეში მოხდა. კაცის სახელად პოლკოვნიკი თომას ბლადი თავს მღვდლად ასაღებდა, რათა ძვირფასეულობის სახლში შესვლის უფლება მიეღო. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, მათ სცადეს გვირგვინის ძვირფასეულობის მოპარვა და გვირგვინიც კი დააზიანეს, რომ ჩანთაში ჩაეტიათ, როცა გაქცევას ცდილობდნენ. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ მანამდე დააკავეს, სანამ შორს წავიდოდნენ. და რაც ყველაზე გასაკვირია, იმის ნაცვლად, რომ სიკვდილით დაესაჯათ, ან სამუდამოდ დაეპატიმრებინათ, მეფე ჩარლზ მეორე მას აპატია. დღემდე ბევრი ისტორიკოს უყვირს, რატომ მოიქცა ასე ჩარლზ მეორე. დღეს კი მილიონობით ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს, რათა გვირგვინის ძვირფასეულობა იხილოს. და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საუკუნე გავიდა, ის კვლავ რჩება ბრიტანეთის მონარქიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ. ნომერი 8 დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამერიკაში არის ერთი ძველი დოკუმენტი, რომელიც უბრალოდ ქაღალდი არ არის. ბევრი ამერიკელისთვის ეს მათი ქვეყნის დასაწყისია. ეს არის შეერთებული შტატების ორიგინალი დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ეს დოკუმენტი ოფიციალურად აცხადებს, რომ 1776 წელს 13 ამერიკული კოლონია ბრიტანეთის მმართველობისგან დამოუკიდებელი გახდა. აქვე წერია ამერიკის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა ადამიანთა თანასწორობის შესახებ. დღეს იგი გამოფენილია ვაშინგტონში, ეროვნულ არქივის შენობაში. იქვე ინახება ამერიკის ორიგინალი კონსტიტუცია და უფლებათა ბილიც. ამერიკის მთავრობისთვის ეს დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათზეა დაფუძნებული მათი ქვეყნისა და კანონების საფუძველი. და რადგან დამოუკიდებლობის დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მისი უსაფრთხოების სისტემა თითქმის სამეცნიერო ლაბორატორიას ჰგავს. ის მოთავსებულია სპეციალურ დალუქულ კონტეინერში, რომელიც დამზადებულია მტკიცე მეტალის მასალებისგან და შიგნით კონტროლირებადი გარემოა. კონტეინერის შიგნით ჩვეულებრივი ჰაერი არ გამოიყენება. ეროვნული არქივის მიხედვით შიგნით არგონის გაზია, რადგან ეს უფრო უსაფრთხოა ძველი პერგამენტისა და მელნისთვის. ასევე კონტროლდება ტენიანობა, ტემპერატურა და ჰაერის წნევა, რათა დოკუმენტი სწრაფად არ დაზიანდეს. მაგრამ უფრო გასაოცარი ისაა, რაც ღამით ხდება.
როდესაც ეროვნული არქივი იკეტება დოკუმენტებს ნელ-ნელა ქვემოთ უშვებენ ჰიდრაულიკური სისტემის საშუალებით შენობის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა საცავში, ეს საცავი ცეცხლგამძლეა, ბომბგამძლეა და ძლიერად გამაგრებულია. მარტივად რო ვთქვათ, ის ბუნკერივითაა ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტებისთვის. დილით კი დოკუმენტებს ისევ ამოჰყავთ, რათა საზოგადოება მიხილოს ისინი. შენობაში უსაფრთხოება ძალიან მკაცრია. არსებობს შეიარაღებული ფედერალური ოფიცრები, მოძრაობის სენსორები, გარემოს მონიტორინგის სისტემები და აეროპორტის სტილის უსაფრთხოების შემოწმებები ვიზიტორებისთვის. მაგრამ ყოველთვის ასე კარგად არ იყო დაცული დეკლარაცია. პირველ პერიოდში ის რამდენჯერმე გადაჰქონდათ სხვადასხვა ადგილას, როცა ამერიკაში ომები და კრიზისები იყო. 1812 წლის ომის დროს ის დამალეს, როცა ბრიტანეთის ძალები ვაშინგტონს წვავდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ის კენტუკის შტატში, ფორტ ნოქსში გადაიტანეს. შესაძლოა თავდასხმისგან დასაცავად. მიუხედავად იმისა, რაც ამ დოკუმენტმა თითქმის 250 წლის განმავლობაში გამოიარა, პრესად შესაძლებელია წერილისა და ხელმოწერების დიდი ნაწილის წაკითხვა და ამერიკისთვის ამ დოკუმენტის მკაცრი დაცვა ნათელ მესიჯს ატარებს. ისინი არ სურთ დაკარგონ თავიანთი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ნომერი 9. მონა ლიზა. ამ სიაში არსებული ყველა ობიექტიდან ეს ყველაზე ადვილად საცნობია. ქალი, პატარა ღიმილით და ნახატი, რომლის შესახებაც თითქმის მთელ მსოფლიოში ყველას სმენია. ეს არის მონა ლიზა, ლეონარდო და ვინჩის მიერ. ის განთავსებულია ლუვრის მუზეუმში, პარიზში, საფრანგეთში. მაგრამ როდესაც ბევრ ტურისტს პირადად უნახავს ეს ნახატი, ხშირად ერთნაირი რეაქცია აქვთ. ესეთი პატარაა, ეს მართალია. ის ისეთი დიდი არ არის, როგორც ბევრს გონია. ეს ნახატი პატარაა მუზეუმში არსებული უმეტესობა ნამუშევრებთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ნახატია მთელ მსოფლიოში. მის უკან დგას 10. ტყვია გაუმტარი მინა აქვს, კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა, რომ ძველი ნახატი არ დაზიანდეს. ბარიერები დგას, რომ ხალხი ძალიან არ მიუახლოვდეს. კამერები დაცვა და რადგან ათასობით ვიზიტორი ყოველდღე მოდის, ძალიან მკაცრია ბრბოს კონტროლი მის გარშემო. მაგრამ რატომ არის ასეთი სიმკაცრე? ეს ნახატი რამდენჯერმე გამხდარა ქურდობისა და თავდასხმის სამიზნე. 1911 წელს მონა ლიზა ლუვრიდან მოიპარეს. ვინც აიღო ეს? ეს იყო ვინჩენცო პერუჯია, იტალიელი მუშა, რომელიც ადრე იქ მუშაობდა. მან მოიპარა მონა ლიზა ლუვრიდან. ეს წაიღო ვინჩენცო პერუჯიამ, იტალიელმა მუშამ, რომელიც ადრე მუზეუმში მუშაობდა. ისტორიული ცნობების მიხედვით მან შეძლო ტილოს მოხსნა. ისტორიული ცნობების მიხედვით მან მოხსნა ტილო კედლიდან, დამალა და მუზეუმიდან გაიტანა. ეს ნახატი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო და სანამ ის დაკარგული იყო, მონა ლიზა კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ის კედელი, სადაც ადრე სტილო ეკიდა, ხალხის ყურადღების ცენტრში იყო. მოგვიანებით პერუჯია დააკავეს, როცა მან სცადა ტილოს იტალიაში წაღება და გაყიდვა. მონა ლიზა ლუვრში დააბრუნეს, მაგრამ მას შემდეგ მსოფლიო მას სულ სხვა თვალით უყურებს. ეს აღარ არის უბრალოდ ცნობილი ნახატი. ის გლობალურ სიმბოლოდ იქცა. მაგრამ პრობლემა ამით არ დასრულებულა. 1946 წელს ერთმა ადამიანმა ნახატს მჟავა ესროლა. იმავე წელს სხვა მქვა ისროლა და ნახატის მცირე ნაწილი დააზიანა. ამ ინციდენტების შემდეგ მონა ლიზა კიდევ უფრო მეტად დაიწვეს სპეციალური მინის საშუალებით. 2009 წელს ერთმა ვიზიტორმა ნახატს კერამიკული ჭიქა ესროლა, მაგრამ ის მხოლოდ დამცავ მინას მოხდა. 2022 წელს კი ერთმა მამაკაცმა მინაზე ნამცხვარი წაუსვა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, ეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პროტესტი იყო, ნახატი არ დაზიანებულა, მაგრამ მესიჯი ნათელი იყო. რაც უფრო პოპულარული ხდება რაღაც, მით უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მიუახლოვდეს, შეეხოს ან სცენა მოაწყოს მის წინ. ამიტომ ეხლა მონა ლიზა თითქოს საკუთარ პოპულარობაშია ჩაკეტილი. ეს უბრალოდ კედელზე დაკიდებული ნახატი არ არის. ეს შეუცვლელი ობიექტია. ეს ნიშნავს, რომ თუ ის დაიკარგა ან დაზიანდა, ზუსტი შემცვლელი აღარ ექნება. ფოტო არ არის საკმარისი, რეპლიკა არ არის საკმარისი, ციფრული ასლიც არ არის საკმარისი. რადგან მონა ლიზა თავად ლეონარდო და ვინჩის ხელით არის შექმნილი, უკვე 500 წელზე მეტია გასული. ეს ნამდვილი ნივთია, ნამდვილი ეპელი ეპოქიდან. ამიტომ აქ ძალიან კაცრი დაცვა. არა მხოლოდ მისი ფასის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის ერთადერთია მთელ მსოფლიოში. და თუ მონა ლიზა დაიკარგება, მხოლოდ ერთი ნახატი არ დაიკარგება. დაიკარგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახე ხელოვნების ისტორიაში. ნომერი 10. ინდოეთის ვარსკვლავი ნიუ-იორკში არის ერთი ქვა, რომელიც ძალიან ლამაზია. მაგრამ ის კიდევ უფრო ცნობილი გახდა ერთი სამარცხვინო მუზეუმის ძარცვის გამო. ეს არის ინდოეთის ვარსკვლავი. ეს არის დიდი ვარსკვლავის საფირონი, რომელიც ნიუ-იორკის ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება. მისი წონა 563 კარატზე მეტია. ის თითქმის გოლფის ბურთის ზომისაა. მაგრამ რაც განსაკუთრებულია, როდესაც მასზე სინათლე ეცემა, ქვის ზედაპირზე 6 ქიმიანი ვარსკვლავი ჩნდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვარსკვლავი მოძრაობს, როცა სინათლის კუთხე იცვლება. სწორედ ამიტომ ეწოდება მას ვარსკვლავის საფირონი.
ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის მიხედვით, ინდოეთის ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძვირფასი ქვაა მათ კოლექციაში. მიჩნეულია, რომ ის წარმოშობით შრი-ლანკადანაა, ქვეყანიდან, რომელიც დიდი ხანია ცნობილია თავისი ლამაზი საფირონებით. 1900 წელს იგი მუზეუმს ფინანსისტმა JP Morgan-მა გადასცა. მაგრამ 1964 წელს მოხდა ძარცვა, რომელმაც შეცვალა ბევრი მუზეუმის უსაფრთხოება ამერიკაში. ძარცველთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ჯეკ მერფი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც მერფ სერფი, ღამით მუზეუმში შევიდა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ისინი შევიდნენ ფანჯრიდან, რომელიც სათანადოდ არ იყო დაცული, უფრო მეტიც, ძვირფასი ქვების დარბაზში რამდენიმე სიგნალიზაცია არ მუშაობდა. ამიტომაც შეძლეს შესვლა, წაიღეს ინდოეთის ვარსკვლავი და კიდევ რამდენიმე ძვირფასი ქვა. ნიუ-იორკის ასეთი დიდი მუზეუმისთვის ეს უზარმაზარი სირცხვილი იყო. საკითხი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ძვირფასი ქვა მოიპარეს, არამედ ის, რომ ქუდობის მეთოდი ძალიან მარტივი ჩანდა. ეს გავდა იმას, თითქოს ვიღაცამ სახლში შეაღწია, იმიტომ რომ ფანჯარა ღია დაგჭა. თუმცა მალე ეჭვმიტანილებიც დააკავეს. და საბოლოოდ ინდოეთის ვარსკვლავი მაიამის ავტობუსის სადგურის ლოკერიდან ამოიღეს. კარგი ამბავი ის იყო, რომ ქვა არ დაზიანებულა. როცა ის მუზეუმში დააბრუნეს, ყველაფერი უკვე შეცვლილი იყო. მინის ვიტრინა უფრო გამაგრებულია, განგაში უკეთესად მუშაობს, კამერების რაოდენობა გაიზარდა და უსაფრთხოება მთელ ძვირფასი ქვების დარბაზში უფრო სერიოზულია. ეხლა ის ჩუმადაა გამოფენილი მუზეუმში, მაგრამ მისი ისტორია დიდი გაკვეთილი გახდა მთელი მუზეუმის სამყაროსთვის. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირფასია რამე. უსაფრთხოებას აზრი არ აქვს თუ ერთი უბრალო რამ არის უყურადღებოდ დატოვებული.